Გამოშვებას დღის სხვა მთავარი თემებით განვაგრძობთ. მოწმეებსა და დაზარალებულებს პროკურატურასთან ურთიერთობას ამიერიდან სპეციალური ოფიცერი გაუმარტივებს. 15 კოორდინატორი უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს 4 დიდ ქალაქში მუშაობს. თანამშრომლების სპეციალური კონკურსის საფუძველზე პროკურატურამ შეარჩია. მათი მთავარი მოვალეობა მოწმეებთან, დაზარალებულებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან უშუალო კონტაქტის დამყარება, რეგულარულად ინფორმირება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერაა. გამარჯობათ. თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით ვარ და სულს პროკურორს გავესაუბრო. პროკურორებთან განსაუბრების მსურველთა რიგში ჩადგომა დაზარალებულებს და მოწმეებს აღარ მოუწევთ. საქართველოს პროკურატურის ინიციატივით ახალი პროგრამა ამოქმედდა. მე ლელა ქიაშვილი, მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორი. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი პროკურატურის ახალი თანამშრომლების სტატუსია. მის ფუნქციებში ყველა დაინტერესებულ პირთან შეხვედრა და უშუალო კონტაქტის დამყარებაა. შეუძლებელია ბალის გასტუმრება ფიზიკურად მაშინიზია და ხდება ბინის დახურვა. როგორ შეგიძლია თანახმაროთ ამ საკითხთან დაკავშირებით? კოორდინატორებს ევალებათ დაზარალებულ და მოწმე პირებს პასუხი დაუყოვნებლად და მათთვის ადვილად გასაგებად მიაწოდონ. გამოძიებას ექნება შესაბამისი შედეგი და თქვენთვისაც რა თქმა უნდა ის იქნება ცნობილი. აგრეთვე საქმის განმავლობაში ნებისმიერ ეტაპზე მოგაწვდით თქვენ დეტალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან ერთად კოორდინატორი მოქალაქეს პროკურორთან სასურველი შეხვედრის ორგანიზებაში დაეხმარება. ასევე მისი დახმარებით მოწმე ან დაზარალებული პირი მიიღებს ყველა საჭირო ინფორმაციას პერიოდულად გამოძიების მსვლელობის ყველა ეტაპზე. ასევე საჭიროების შემთხვევაში კოორდინატორს შეუძლია სასამართლო პროცესის ბუნდოვანების გასაფანდად მოქალაქე წინასწარ მოამზადოს და პროცესამდე სასამართლოს ტერიტორიაზე მცირე ექსკურსია მოუწყოს. ჩვენ ძირითად ფუნქციებში შედის ეს არის მაქსიმალურად დაზარალებულის და მოწმის დაკმაყოფილება, ანუ მათთვის ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, მათი პროკურორთან დაკავშირება, სასამართლო პროცესისთვის მომზადება და მათსა და პროკურორს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა. ახალი თანამშრომლების მოსაძებნად პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ მკაცრი შესარჩევი ტური დანიშნა. საუკეთესო 15-ულმან ერთთვიანი მოსამზადებელი სასწავლო ეტაპი გაიარა იურიდიულ და ფსიქოლოგიურ საკითხებში. მათი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას ემყარება. კოორდინატორების საჭიროების შემთხვევაში დაზარალებულ პირებს მორალურ დახმარებასაც აღმოუჩენენ. აქ არის სია, რომელიც არის მოცემული თუ რომელ რაიონებში მუშაობენ კოორდინატორები, შესაბამისად ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაუკავშირდეს ნებისმიერ დროს და მათგან მიიღოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია. რა თქმა უნდა. და დავრეკოთ. მაგალითად ისანი სამგორში. კონტაქტი კოორდინატორებთან როგორც პირისპირ, ასევე ტელეფონის საშუალებითაც არის შესაძლებელი. გამარჯობათ, კონსულტაცია მჭირდება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. გავერთ საკმაოდ სერიოზული ტრენინგები, საჭიროების შემთხვევაში ვახდენთ ფსიქოლოგიურ ჩარევას მოწმის ან დაზარალებულის პირადი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. ანი სუბელიანი 15 გოგონედან ერთ-ერთია. ვარსკვლავების აკადემიის ყოფილი მონაწილე და სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი პირად და სატელეფონო კონსულტაციას მოქალაქეებს უკვე 2 დღეა უწევს. თავად პროკურატურა? დიახ, გისმენთ? საჩუვარი მაქვს შემოტანილია უკვე დაახლოებით 1 კვირაა და არავინ არ დამკავშირებია და რა ხდება შეიძლება გავიგო? თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ თქვენი პროკურორი ვინ არის? 2 დღიანი მუშაობის შემდეგ დარწმუნდა, რომ მათი დახმარება მოქალაქეებს პროკურატურასთან ურთიერთობას ძალიან გაუადვილებს. იმედი გვაქვს, რომ ეს პროგრამა გაამარტივებს ურთიერთობას პროკურორებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის და დაზარალებულები და მოწმეები დარჩებენ კმაყოფილნი პროკურატურის მუშაობით. გავაანალიზეთ ფაქტიურად ყველა ის ხარვეზი, რომელიც ჩვენ საქმიანობას ახდა თან, განსაკუთრებით დაზარალებულებთან და მოწმეებთან ურთიერთობის მიმართულებით და საამისოდ გადავწყვიტეთ შეგვემუშავებინა სპეციალური პოლიტიკა. პირველი, ყველა პროკურორმა პროკურატურის სისტემაში გაიარა ძალიან ინტენსიური ტრენინგის და მომზადების კურსი, უშუალოდ დაზარალებულთან და მოწმესთან კომუნიკაციის უნარჩვევების მიმართულებით, ასევე ჩვენ მიერ ყველა დიდი ქალაქის და რაიონის პროკურატურის ბაზაზე იქნა შემოღებული სპეციალური თანამდებობა. პროკურატურის ახალი პროექტი საქართველოს 4 ქალაქში უკვე 2 დღეა ამოქმედდა. ბათუმის, თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის პროკურატურებში მოწმეებისა და დაზარალებულების დასახმარებლად კოორდინატორები მზად არიან.